დღეს ცოტა განსხვავებული ხასიათის ვიდეოს შემოგთავაზებთ, მეგობრებო. თუმცა ამ ვიდეოშიც იქნება ბურთი და ფეხბურთი. რა თქმა უნდა. ქალბატონი ნინი, ყველა იცნობთ, გამარჯობა ნინი, როგორ ზანდებით? კარგად თქვენ. ამ სოფლის ღირსეული მოქალაქე და ბატონი გაბრიელი. სადა ვართ, აბა აუგიხსენით ბავშვებო? მარანაში. მარანაში ვართ. ყუიოში. ეს არის, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, გაბრიელის კუთვნილის სახლი, რომელიც 4 წლის წინ ამ სოფელში აუშენა მამა ჩემმა. თუმცა მე ეს ფანჯარა არ მომწონს და ამ ფანჯარას გავხდი ძალიან დიდს და პანორამულს, ძალიან პატარა ფანჯარა. გავაცანით, აბა თქვენი სახლი შიგნიდან რამდენი ოთახისგან შედგება, მისტერ გაბრიელ? მომავალ კვირაში ჩამოვა კარები აქ ცენტრალური და შიდა საძინებლებისთვის 2 კარი. აჰა, ვა, ახლა სივრცეა თუ. 5 ოთახია სუსუნთლიანობაში. აჰა, შესად უნდა მოიწყო ოთახი. მე? ჯერ არ ვიცი. მაგრამ ალბათ აქეთ მოიწყო. მანდეთ? კუთხეებში მეყავს. ზევით კუთხეებში მეყავს. ის ოთახის მოწყობა. აქ უნდა მოიწყო ოთახი? დიახ. ეს არის 12 კვადრატული. მე იდეაში გეტყვი შენთვის რომელი ოთახი ჩავიფიქრე? რომელია? აი ეს. ეს? კი. პატარა სუჩრდილიანი მხარეა აქეთ და იქეთ რო გაიხედები. პირდაპირ დაინახავ ნინის. ნინი იქ ჰამაკში რო იქნება, შენც აქედან გააღებ ხოლმე ფანჯარას და hello neighbors დაიძახებ ხოლმე. თანაც სუჩრდილი გექნება. კაი იდეა. კი. კარგი. ეს რაც შეეხება სახლს, ხო? იქეთაც ერთი ოთახია. იქით ალბათ გაუნაწილდებით. აქეთ რა გაქვთ მისტერ გაბრიელ? აქეთ? ხო. აქეთ საჭირო ოთახია. ვანა ტუალეტი. ეს ეს არ ვიცი, აქ რა ხდებოდა არ ვიცი. ალბათ სამზარეულო ჩავიფიქრე მე და აღარ მახსოვს? ხო, მე მგონი. კაი, ეხლა ვანახოთ რამ ხელა ეზო. გაბატონინი, თქვენ რატომ ხართ ჩუმად? არ ვიცი. რატომ ხო? ეზო გვაქვს დიდი. მოსაწესრიგებელია. მაგრამ საკმაოდ დიდი ეზო გვაქვს, სადაც გაბრიელს თავისუფლად შეუძლია ფეხბურთი ითამაშოს მომავალში. როცა ეს ეზო მოწესრიგდება, ჩვეულებრივ შეგვიძლია მედაც სიყრმა ვითამაშოთ ფეხბურთი. რა ციყვი? ესეთი დიდი ეზო გვაქვს. საით? სახში ავალ და ჩამოვალ. რატო? ფეხზე ჩავიწვევ. აჰა. ხო, მოგზეთ. ესეთი შეხედულება აქვს ჩვენ სახლს გვერდიდან. უბრალოა, არაფერი განსაკუთრებული პროექტი და რაღაცები ამისთვის ბევრი არ გვიფიქრია, უცებ დავახაზინეთ, უცებ ავაშენებინეთ 4 წლის წინ. ყველაფერი მზად არის, როცა შეგიძლიათ მოწესრიგდება და საცხოვრებელი პირობები შეიქმნება. დიახ. ხო? ეხლა გადავინაცვლოთ ისეთ ადგილებში, სადაც მე ვიყავი ბავშვობაში, სადაც მე ვატარებდი დროს ბალღობაში. გამოიცვალოს ქალბატონმა ნინიმ და წავიდეთ. დიდი ეზო გვაქვს, ხო? მომაგარი. აქ ყველაფერი მოეწყობა. მე დიდი ეზო მინდა მქონოდა. კი. იქეთ ვაპირებ, აი იმ ხის ძირში კალათბურთის ფარის დადგმას. ის კაი. კაი ფარი უნდა დაუდგა და აქეთ ქვემოთ პატარა ისეთ სივრცეს მოვაწყობს, აქეიფოს, შეძმაკაცებს რო ჩამოიყვან, რო იქეიფო ხოლმე. დანარჩენი რაც გინდა ისქენით. აუზებს და ეგეთ რაღაცებს ჯერ ჩემი ბიუჯეტით არ გეგმავ. ესეთ მარიაჟ რაღაცებს სამწუხაროდ. სამაგიეროდ გარანტების ბოძი გვაქვს. 1, 2 და იქ მესამე და მთლიანად ეზო გვექნება ღამით განათებული. აბა. კაი, გავცხეთ ახლა სხვა ადგილები, სადაც ჩემი ბავშვობები მაქვს გატარებული. დავდით? ეხლა გეტყვით უცბად გიჟივით რო დადიხარო ამ სასაფლაოებზეო და არ გეშინიაო და ამბებიო, კითხავს რომ ისვამთ ხოლმე. ეხლა გაჩვენებთ რატომაც არ მეშინია. მოკლედ, აი აქეთ არის. ჩემი სახლი, აი აქ. და ეს არის ძველი სასაფლაო. ეთყობა ხო კიდეც, ხო?
ნახეთ, აი, უძველესი ქვებია. აწერია კიდევაც ამათ რაღაცეები. და იქეთაც არის, აი. მოდი იქით წავიკითხოთ რა აწერია. მომიხსენიე. ნუ იქეთ იქნება უეჭველი უფალო, მდებარე. ხვდებით ხო? ესეც სასაფლაო იყო ხოლმე ჩვენს წინ მთელი ბავშვობა. და ბიჟაზე რომ მიდიოდი და მოდიოდით ხოლმე ნინი და გაბრიელ. ამ სასაფლაოზე გამოვლა ხო გვიწევდა? ამიტომ ეს ჩვენთვის დროთა განმავლობაში არაფერი აღარ იყო, აგავლა გამოვლა. და აქედან გაჩნდა ის რომ სასაფლაოების, მიცვალებულების და ასეთი მისტიკური რაღაცების შიში აღარა გვაქვს. მე ჩემ დაძმას და აქ ვცხოვრებ ადამიანებს. ასე რომ რა გაქვს? აქ რო დადიხარ ხოლმე და არ გეშენია ხოლმე თუ არ იცოდი ხო სასაფლაო იყო? არ ვიცოდი. არ იცოდი აქამდე? ეხა გავიგე პირველად. ეს არის ჩვენი უზარმაზარი სტადიონი, რომელიც მეგონი სტადიონის ფუნქციას აღარ ასრულებს და მთელი ჩვენი ბავშვობა გაბრიელ, მთელი ჩვენი ბავშვობა აი ამ სტადიონზე გვაქვს ნათამაშები და გატარებული. აქ მიდიოდა სოფელზე და ასე შემდეგ. ეხა ერთი 30 წლის წინ რო შემოვლოს დროის გადახვევა, განახებდით აქ რა ამბავი იყო ხოლმე, სუსავსე იყო ბავშვობით. სოფელზე და ცხვარი და 20-იანი და რამეები და ეხა როგორც ხედავთ ჯაგებია და ეკლებია. აქეთ უჯექით ხოლმე ბავშვები გულშემატკივრები, როცა დიდები თამაშობდნენ, აქ ვიყავით ხოლმე ჩვენ. ჯანმრთელობა ძირითადი ჩვენი სათამაშო მხარე იყო ხოლმე ეს მხარე. ეს კარები იყო ხოლმე ჩვენი. აქ თამაშობთ ხოლმე 300 ესეთ თამაში იყო. თქვენ რო გათამაშობთ? ხო. ზედაძელი და კუთხეები და ბადი არ ქონდა არაფერი და წარმოვიდგინეთ რამდენს დავრბოდით ბურთი რო გადაგვივარდებოდა, ხვდებით? აბა სანახე დუბაის შოკოლადები. აი ესაა. ესაა? ხო, რა გახსნის შუაზე დუბაია. წვანია, ხო, მართლა დუბაის შოკოლადს რა. მოკლედ ესე იყო და თუ ცუდი ამინდი იქნებოდა ხოლმე წვიმა წამოვიდოდა ან რამე ან ძამზე დააჭერდა, აგე იქეგდო ძველებური გზელი ყუთელი ავტობუსი და იმას ვაფარებდით ხოლმე თავს. ყოველგვარი სიცხეებზე ამბე. მოდი სიმბოლურად ახლა მამაშვილმა ჩათვალე აქ მამაშენის საჩრდილები დარბიან 1-30 წლის წინ და გავაგოროთ. რას წარმოუდგენთ ყოველთვის წარმოვიდგენ ადამიანებს შენ შვილთან ერთად წლების მერე ამ ადგილას ითამაშებ, მაგრამ ოდე ხა ეს წარმოუდგენა გავაცოცხლოთ მეგობრებო, რა სიტყვით. როგორი საინტერესო. ბურთიც აღარ მოდის ადგილამდე, ისეთი გაჯაგებულია ყველაფერი. უდიდესი დუბაის შოკოლადი ამას შეხედეთ. Giant დუბაის შოკოლადი. დუბაის შოკოლადი. კარგად უნდა გაჭყლიტო, რომ გამოჩენდე. აგე თუ არ არის. ბუზებისთვის არის ფუფუნება, 64-ია პირდაპირ დედამიწაზე. დუბაის შოკოლადს თუ ხლაობენ ბუზები. წავედი. რაც ამაში ფეხი მაქვს ჩაყოფილი, ასამოვა. ამას ფეხი კი არა, გასრიალებული და ასრიალები, ნახუხიალები. ჩვენგან ხელმარცხნივ მდებარეობს სოფელი მარანა საბავშვო ბაღი, რომელიც ასე ლამაზად და კოხტად გამოიყურება. ჩვენგან ხელმარჯვნივ მდებარეობს მოქმედი სტადიონი, სადაც ახლა ვითამაშებთ და ცოტას გავერთობით, მანამ ძალიან დაწყება ჯერ ადრეა და ხოლო აი ეს შენობა მეგობრებო, გახლდათ სკოლა დაწყებითების 4 კლასამდე აქ სწავლობდნენ და მერე მიდიოდნენ გვერდზე სოფელში ტყვიავში, ანუ მე-5 კლასიდან იქ აგზელებდნენ. ნუ ახლა ასე დღეშია დანგრეული. ხოლო აი აქ პირდაპირ სასაფლაო, რომელიც არის მოქმედი და აქ არის დასაფლავებული ჩემი დაც. მოკლედ ესე იყო თანაბრად შერწყმული რა, სოფლის მოსახლეობა, რაღაცა მუნიციპალური ნაგებობები და სასაფლაოც. ნუ ყველგან ესეა პრინციპში და აქედან მოდის ეს ჩემი უშიშრობები რაღაცეების მიმართ.
მოკლედ სახელდახელო ტურნირი უცბად გავმართოთ ახლა. მისტერ გაბრიელი. გოგიტები და ისინი გინდა? ნენეს წინააღმდეგ. კალბატონი ნენეა კარში. კი, ბატონო. აჰა, კაი აცელა იყო, ანუ კარგად როა აცილო. მაგას უნდა ძალიან მაგარი ცოდნა. კარგად გემრიელად როა აცილო და ხაია რო გააკეთო. სწრაფა ნინი. სწრაფა. დარტყმა 2. აჰა, არაჩვეულებრივი ხაია იყო. ის ბურთი თავისით მოვა დაელოდეთ ბავშვებო. არ ინერვიულობთ თქვენ. მოკლედ აქ ცოტა მოსავლელია, ნახეთ ამ ხელა კორძებია. საერთოდ როგორ ახერხებთ აქ თამაშს? საკვირველია. კაი, მომე მე დავარტყავ და გაჩვენებ კარი საით არის. მიმართულებას მოგცემ, მოიცა ერთი დავარტყა. რომ მიხვდე სად არის კარი უბრალოდ. აჰა, ნუ ამჯერად დააღმოგიჩენია. სწორია. დადე? ახლა შენ? მე. აბა მიდი შტანგას თუ გაარტყა. სადაძელი, ახლა თან ტელეფონი თანეს არ გამომივა. კაი, შენ გადაიგო მაშინ. მისტერ ბექა არტყავს. წინ გავწევ თქვენს ნებართვით. Yes. აბა მიდი მისტერ ბექ. ო, რა ცხრიანი, სავო. მომეც კიდე ერთი. კიდევ ერთხელ და არა ერთხელ. ეხლა დავარტყავ იმ კუთხეში. კაია ნინი. აქტიურად აიღონცო არა? კი, რაღაც მეცეგრე დავინახე, დო. კი, ხელებზე მოხდა. იყო? კი. მოდი ნინი. აბა მისტერ გაბრიელმა გადაიბარცოვა ბურთენცო. ოპა, ზედაზელი ჩელენჯით წამოვიდა როგორც ვატყობ და ბურთი გადარჩა. მოკლედ ღამით ეს ჩვენი სტადიონი კარგად ნათდება 1.2, 2.3, 3.4, 5.5, 6 და შვენიერი ტურნირის მოწყობა შეიძლება დავგეგმოთ მე, ხო? ტურნირი დავგეგმოთ, ხო? კი. აუ, იქ ნახეთ რა სიმაღლე ეკლებია. იგი რაია, ბუჯო? ამა შეხედეთ ამ ხოლე ეკლებია თო. სწრაფა ნინი. მოიცა. მოდი 3 დარტყმა შენი, 3 დარტყმა ჩემი. ვირამდენ გულს გაიტანს და წაგებული კისრულობს 3 ნაყინს. კაი. წავიდა. მოკლედ, აცილება არ ითვლება. კარში წასული რამდენი 3 გოლი გავა. კარში წასული, ანუ რა? კაი. წავიდა. აცილებაზე გამოვიდა. პირველი, ხო? პირველი. აჰა, 0. მიდი, არ უნდა ეს დრამები. უცბად. ოჩაღნინი, ფეხი აქტივა? ნინი არის გოგო, რომელსაც ფეხბურთელობა უნდა, მაგრამ ცეკვაზე დაყავთ. კაი, საუდარსვათ. აი, ნახოთ აბა რა შეგიძლიანა. აჰა, აი არ ითვლება. ამეორებთ. ორში 0. მიდი რა. ჯერ მე არ დამბირტყია რა იცი რომ მოგიგე. ვიცი ხა და სულ ვიტან შენ. 3-ში 0. ჩემი დროა. всё, დაიწყო ტირილი. ამოქოქა ტირილები. კაი, ის ტირის არცალია, ჩემ თავს მე თვითონ გადაუღებ. და ცოტა წინ გავწევ. კაი, არ მომეცი რა, კამერა გადაგიღო. თუ არ გააბრაზე, წესურად, ეს ძლიერებს ადავარტყავ. იმას გადაუღებ. ერთენცოში 0. მოხსენი რა. როგორ? ოჩახ. უკან ტრიალდები. თორე შენ თვითონ კარში შეაგდებ.
ბა და არიწნება. ერთი გაუმარჯვე, ლევან. არ გავუშვანია. თანაბარი რო იყოს ერთ-ერთი დარტყმა გვექნება? ფული არა, გაკ ნაყენი რო იყოს, რო? არა. Yes! აი, ეხა ერთ-ერთი დარტყმა. ეს რა რკინაბეტონი ყოფილა. კაი, დამატებით თითო დარტყმა, წავიდა. ვაუ. ჩემი დარტყმა. გაუმართვე. მომენენი. აბარა, ბიჭო. კარგია. მიდი, ეხა მისტერ ბეკას. გავაკეთე მისთვის რომ გოლი გავიტანო. აბა მიდი. Yes, მოვიგე, მომე სამი ნაყინი ბიჭო, სადა. წამო გიყიდი, აბა აქ სად გაჭამო. Goodbye. სალამი ყველას. ბურთი გადაგვივარდა და უშიშართა არმია მიემართება მის მოსაძებნად. გამოდით აქეთ რაიმე არ მოგეხუიოთ ფეხზე. საით გადავარდა რო? აი. ხედავ? ვერ ჩავეტევი, მე რო ჩავიდე? ვერა, თან ძალიან ბევრი ეკლია. ეკალია. კი. გაჩუჭნე ეკლები და მე ჩადი. ჩემ მეტალიკის მაიკას დაიბრიდება ახლა. რა ვქნათ? სად არის იქ როგორ მოხდა ეს დამპალის? მოკლედ უნდა ჩავქოლოთ. ესეც უნდა ჩავქოლოთ. უშიშართან. დამეგლიჯა თავპური. ჩემი მაიკა. იღლია, გვერდი ჭინჭარიც გაიჭითა ჩემი. всё, ესე ძლიერი დარტყმები აღარ იქნება. ყველაფერი მომე. ნელა მოდი ბიჭო ნელა. ჩემი თავი არ მენანება, ჩემი მეტალიკის მაიკა მენანება. დამჭირი ამოვიდე. ვატრიალცოვე. რა მოდი ხართო ამოხვა. ამოვალ, ცდილობ რომ მაიკა არ გამოვდო რამეს, ნახე როგორ დავძემწე. ჩემი მაიკას ველოდებოდი რამდენი ხანი. გამოიცვალე რა. ამოხვედით ლის ბიჭო. ეხა არის გაბრიელი ბურთის. ეს მაისური არის ჩემი საყვარელი მაისური, რომელიც ჩემა საყვარელმა მეუღლემ მაჩუქა და ამის გაფუჭება ჩემთვის ტრაგედიაა. ხელების დაჩხაპნვა ისეთი არაფერი. Yes. ჩვენი პატარა საყვარელი ტაძრისკენ მივდივართ ახლა მეგობრებო და გაჩვენებ ჩვენს ლამაზ საყვარელ ტაძარს ჩვენს სოფლის სასაფლაოზეა. შორს არ არის უცბად მივართ. აქ იკრიბებიან ღამღამობით. ჩემი უფროსი ქალიშვილი ქეთევანი და მის სამეგობრო და აი აქ სასაფლაოების ფონზე გიტარაზე უკრავენ, მუსიკას უსმენენ, წინ თამაშებს უყურებენ ფეხბურთის. ესეთი უშიშარი ხალხი ცხოვრობს ჩვენთან. ეს გოგია პაპა ეძა ჩემია, მოეთმაცხონოს. აი ეს პატარა ტაძარი გვაქვს მეგობრებო. შორტებით რა თქმა უნდა არ შობლაყუნდებით. გარედან გადავიწყეთ პირჯვარს უბრალოდ და წამოვალთ. აი ესეთი ძველებური სასაფლაოა. ასეთი ძველი ქვები ბევრია შემორჩენილი. სხვათა შორის ისტორია მაქვს მოყოლილი, ესე დავთვალით მეთქი რომ გაგვაღვიძეს აი ამ ძველ ქვებზე ვიწექით მეთქი გახსოვს? გაყენული ქონა გვერდები მეთქი. ესეთი ლამაზი პატარა საყვარელი ეკლესია გვაქვს სოფელს. ადრე ვიცი რომ მამაო მოდიოდა ხოლმე და წივალოცვას აყენებდა და ეხლა არ ვიცი. მოდი უბრალოდ შიგნით შევხედოთ. ესე შორტებით და მოუწესრიგებლები რა თქმა უნდა არ შევალთ. ნუ ყველაფერი ისეა მოწყობილი რომ წივალოცვა აღევლინება პატარა საკურთხევლით. აგერ ანალოგია კეთილოცვანის წიგნი. ერთმა მშვიდობა მოგცეს და დაგვაყოლოს თავის ძალა და მადლი.
საღამოს ამოვიდეთ მოწესრიგებულები ფორმაში რომ შევიდეთ და სანთელი დავანთოთ. კარგით. ესეც ასე მცირედი ჩვენი გასერენება და კიდევ ბევრ რამეს გაჩვენებთ ჩვენ საყვარელ სოფელზე.